საღამოშვიდობის მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური დღის ამბებით ბრუნდება პირდაპირ ეთერში. თქვენ უყურებთ ახალ 6 საათზე სოსო კაციდაძესთან ერთად. ლიბერტი ბანკის სათა ოფისში ხანძარია, ძლიერი დაკვამლიანება და ცეცხლის კერები მეხუთე სართულიდან ზემოთ შეინიშნება. გამომდინარე იქიდან, რომ შენობა მთლიანად მინის არის, ხანძრის გამო მინები დიდ მანძილზე ცვივა. ვიდეო მასალას ჩვენ გამოშვების მსვლელობისას შემოგთავაზებთ. მანამდე დღის სხვა მნიშვნელოვანი ამბები. ქართული ოცნების პრესსამსახური ბესოს ურმავას გაუჩინარების შესახებ კადრებს ავრცელებს. კოალიციაში ამტკიცებენ, რომ კადრები 27 სექტემბერს ღამის 4 საათზეა გადაღებული. მალხას ჭკადუა განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. მალხას გისმენთ. სოსო კოალიცია ქართული ოცნების პრესსამსახურმა პრაქტიკულად რამდენიმე წუთის წინ გამოგვიგზავნა კადრები, რომელიც არის გადაღებული ბიზნა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ ჩანს ბესოს ურმავა, რომელიც ღამის საათებში სეირნობს თავის სამუშაო ოთახის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემდეგ მასთან მოდის BMW ტიპის მანქანა, მარკის მანქანა უпроსტრო და ისვამს მანქანაში. უკვე შემდგომ ბესოს ურმავა იმ თანხმლებ პირებთან ერთად, რომლებიც იმყოფებოდნენ მანქანაში, გაუჩინარდნენ და მას შემდეგ როგორც ბესოს ურმავას შესახებ არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ასევე სხვა პირებისთვის ბუნებრივია, რადგან ამ მასალაშიც არ ჩანან ის პირები, რომლებმაც ჩაისვეს ბესოს ურმავა ღამის 4 საათზე, როგორც ქართული ოცნების პრესსამსახური ამტკიცებს, ეს მასალა გადაღებული არის 27 სექტემბრის ღამის 4 საათზე. რომ მივყვეთ ქრონოლოგიურად, ბესოს ურმავას გაუჩინარებიდან უკვე რამდენიმე საათში ჩდება სოციალურ ქსელ YouTube-ში პირველი მისი მიმართვა და პირველი მასალა, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით კი არა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით მიეწერება მას და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა ამ მასალის გავრცელება. თუ 27 სექტემბრის 4 საათზე ვრცელდება 4 საათზე ჩაისვეს ეს ადამიანი მანქანაში, უკვე 27 სექტემბრის დღის განმავლობაში ვრცელდება სხვადასხვა ინტენსივობით და სხვადასხვა სხვაობით ეს 4 მასალა. ჩვენ შეგვიძლია ნახოთ ის კადრები, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოგვიგზავნა ქართული ოცნების პრესსამსახურმა. ეს არის ქართული ოცნების მიერ მოწოდებული მასალა, რომელიც გადაღებულია, როგორც უკვე ერთხელ გითხარით, ბიზნა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. პრინციპში ეს არის მასალა, რომელიც გადაღებულია სათვალთვალო კამერების მეშვეობით. ბუნებრივია გარჩევა იმისა, თუ რა ამ მარკის მანქანას რა ნომერი ქონდა, რა სახელმწიფო ნომერი შეუძლებელია, იმდენადაც ხარისხი არ იძლევა ვიდეოს გამოსახულების ხარისხი არ იძლევა ამის საშუალებას, თუმცა თუ დაინტერესდებიან დაინტერესებული მხარეები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ ამ შემთხვევაში სამართალდამცავი სტრუქტურები შესაძლებელია ამ მანქანის ამოცნობას. ჩვენ ცადე დაკავშირება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან, თუმცა მათ ამ დრომდე არ უპასუხია ჩვენი ზარებისთვის. ჩვენ ვეცადეთ ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიგვემართა ამ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელისთვის, თუმცა ამ ჩვენს თხოვნაზე აქვს თუ არა, ჩვენს კითხვაზე აქვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიმე სახის ინფორმაცია ბესოს ურმავას გაუჩინარებასთან დაკავშირებით, არც SMS მოყოლია რაიმე რეაგირება. ახლა კი მეორე მასალა, რომელსაც გთავაზობთ, ეს გახლავთ უკვე ბესოს ურმავას გაუჩინარების შემდეგ, როგორც ჩანს ქართული ოცნების პრესსამსახურმა და თავად იმ ადმინისტრაციამ, რომელიც მართავს ბიზნა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრს, გადაიღო ის კადრები, თუ რა დატოვა, რა ნივთები დატოვა ბესოს ურმავას საკუთარ ოთახში. ეს ოთახი ამ ოთახს ის იყენებდა მოსასრულებლად, როცა უკვე სამუშაო საათები მთავრდებოდა. თქვენ კადრში ნახავთ ახლა, რომ ამ ადამიანმა არა მარტო პირადი ნივთები, არამედ ოფიციალური ნივთები, საბუთები, მოწმობა, საშვები, ყველა ის ატრიბუტიკა, რაც სჭირდებოდა მას ყოველდღიურობაში დატოვებული აქვს. თან პრესსამსახური ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ადამიანს რაიმე მიზანი რომ ქონოდა, რომ ოფიციალურად დაეტოვებინა, თქვათ, შენობა ის არ გამოვიდოდა ჩვეულებრივი საშინაო ფორმით შენობიდან და ჩაიცვამდა ისე, როგორც ეს თქვათ, ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე და კადრებში ჩანს, რომ მართლაც ამ ადამიანს სხვა ყველანაირი სახის ოფიციალური ტანისამოსი საბუთი დატოვებული აქვს. ჩვენ დღეს საშუალება გქონდა, ასევე უпроსტოდ მეცხრეა საშუალება გქონდა დაკავშირებოდა ბესოს ურმავას დედას, რომელმაც განაცხადა, რომ პრინციპში გაიმეორა ის ვერსია, რაც რამდენიმე საათის
წინ მეცხრეებთან საუბრისას ბესო სურმავას მეუღლე მაკა ლობჟანიძემ განაცხადა, ქალბატონი ნარგიზა სურმავაც აცხადებს, რომ მისი შვილი შესაძლოა გატაცებულია ან დაახლა იმყოფება ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ. ხონში ჩაწერილი კომენტარის მოკლე ვერსია ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ჩემი შვილს საფრთხე არ დაემუქრებოდეს ამ ნაციონალებიდან. რაც მეზარებოდა 10 იმდენად შემზარდა, ეგ არ ეწარები, რომ მარტო თვითონ ჭამებენ და ჩვენ შეერედი არიან. მე თუ პური მაგ იგი არ ნიშნავს იმას. არც ივანიშვილთან ფულის გულზე არაა ჩემი შვილი, ეგ ყველამ კარგად იცოდა. მე ვიდესკენ და ნახოსკენ ჩემი საკი. რა ვერ ცხოვრობ, მე და თბილისში როგორ ცხოვრობ. და ზოგს ეგება ამ ფულის გულისა მისწრაფის, რომ იგი ჩვენ პიროვნულადაა მისი ოჯახი ამერიკայի და ამიტომ ჩემი შვილი ბაზა. აი რის გაკეთებას აპირებთ, ანუ სანამ ინფორმაცია. რა ვქნა? კაცი ვარ, მამა რო ყავდა შვილო, 3 წლის ერთი დამჭა და 5 წლის მეორე. არაფერი დამიკლია მაგიზა იმისანა და ღირსეული გავზარდა ერთის და მეორეც. ნარგიზა სურმავაც და მაკა ლობჟანიძეც ხას უსვამენ იმას, რომ მთელი იმ 10 წლის განმავლობაში, რაც იმუშავა სურმავამ ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვად, მას არასდროს არ მოსვლია კონფლიქტი არც თანამშრომლებთან და არც თავად ბიძინა ივანიშვილთან. სხვადასხვის ამის შესახებ განცხადება თავად ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა არაერთხელ და თქვა, რომ ის ძალიან დიდი სითბოთი თქვათ ურთიერთობდა ამ ადამიანთან. ჩვენ რამდენიმე საათის წინ ასევე საშუალება ჰქონდა გავსაუბრებოდით მაკა ლობჟანიძესაც, ბესო სურმავას მეუღლეს, რომელიც აცხადებს და მიმართავ სამართალ დამცველებს და სახალხო დამცველის ომბუდსმენს, სახალხო დამცველის აპარატს, რომ ყველაფერი იყონონ იმისთვის, რომ ეს ადამიანი შინ დააბრუნონ და შვილებს საშუალება მისცენ, რომ მამა კიდევ ერთხელ ნახონ. ჩვენ შეგვიძლია მაკა ლობჟანიძის კომენტარი შემოგთავაზოთ. ზეწოლის ქვეშარი არაადეკვატურად ლაპარაკობს, მისია ეს შეკითხვები, მისი ლაპარაკი საერთოდ არ გავს იმას, რაც არის ბესო სურმავა. არის აშკარად ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, შეიძლება ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაც. იმიტომ რომ ნუ ეგ აშკარად არ არის ჩემი მეუღლე, ესე არ იქცევა, არ ლაპარაკობს ესე. რაც დაიდო ინტერნეტით, ეს არის ყველაფერი სისულელე. აი არაფერზე არ მიუწვდებოდა მას ხელი, არც არაფერს ჩანაწერებს არ აკეთებდა, არ აწარმოებდა არაფერს არ დადებდა ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის საწინააღმდეგოს, იმიტომ რომ 10 წელია დაახლოებით მასთან მუშაობს და ბატონი ბიძინა შვილებს ანდობდა. უბრალოდ ამის გამკეთებელი ჩემი მეუღლე არ იქნება, ვერ დადებდა, მაგრამ ჯერ ერთი ძალიან ზედაპირული შეხება აქვს კომპიუტერთან, რა ძალიან, ანუ არ აინტერესებს რა. ამას ვერც ატვირთავდა თვითონ, ვერც დადებდა, ვერც კაიფში შევიდოდა, არის სრულიად აი არ ვიცი რა, აბსურდი. მიუხედავად იმისა, რომ მაკა ლობჟანიძემ ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე საათის წინ, ამ დრომდე არც მას და არც სხვა პირებს არ გამოხმაურებიან არც ერთი სახელმწიფო უწყებიდან. ის ითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდეს მისი მეუღლის გაუჩინარების ფაქტით, ასევე ითხოვს, რომ საქმეში ჩაერთოს ომბუდსმენის აპარატი. ჩვენ 9 საათზე შემოგთავაზებთ ვრცელ რეპორტაჟს, თუ რას აცხადებენ ხონის პოლიციაში ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, გარც გაჩნდა ეჭვი სხვადასხვა დროს სხვადასხვის იმასთან დაკავშირებით, რომ ბესო სურმავა სწორედ ხონის პოლიციაში ყავდა დაკავებული, თუმცა ეს ეჭვი არ დადასტურდა იმდენად, რამდენადაც იქ მომუშავე ადამიანმა გითხრას, რომ მის შესახებ არც არაფერი სმენიათ. დიდი მადლობა, მალხაზ ჭკადუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ცოტა ხნის წინ ინტერნეტით კიდევ 4 აუდიო ჩანაწერი გავრცელდა ბესო სურმავას სახელით კუსიანი და სანდრო ბრეგაძე კალაძის ქურდებთან შეხვედრის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილი და ზურაბ ბიგვავა მაია ფანჯიკიძის შესახებ, გია ხუხაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მეცხრე არხის კონტროლის შესახებ, ირაკლი მელაშვილი და გუბა სანიგიძე ქართული ოცნების შესახებ. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს ამ ჩანაწერებიდან ფრაგმენტები მოვისმინოთ. ბატონბიძინა არსებობს სამებაში ყველაზე კარგი თარგამაზე გამოიყენოს. ბიძინა მოჭრეს, თარგამაზე როგორ შეიძლება ბავშვი ბიჭო? არა, მე რა გააკეთეს. ამის შემდეგ რა ხდება? ყველა საინტერესო იცი რა იყო? ქუთაისიდან, აღლუმიდან გააკეთეს პირდაპირ ჩათვა. გამოაცხადეს, რომ ეს რა მაგარი რაღაცა ხდება ქუთაისში და აჩვენეს ვიღაც ხალი და ბავშვი, რომელიც ამბობენ, რომ რა მაგარი რაღაცა ხდებოდა, აღლუმზე მივდივარდა, პრაზნიკი მაქვს,
4 სიუჟეტი, გარეგე 4 ვიღებ, ხო შეიძლება მაგის დედავატია, მაგარი, ნუ იქ ჟურნალისტები სხვანაირად არის. იქ ტონკაც უნდა ამას გაკეთება. გარეგე ესე რა, ესე უნდა გაკეთო. პირდაპირ იმას ვერ დაეტაკება. ხო ბექა. ჩამოსულია ეს კაცი რა. ხო იცი ვინა? და მაგაზე ინფორმაცია მივეცი იმას, თო რა ქვია. მაია? ანჯიკიძეს, ხო? მაგის მე მაგისი მე მაგისი. ადრესი ჩამაგდო ამის ამის არ ვიცი. ყველაფერი მივეცი რა, ვინ არის რა. კრეტინია ბიჭო, კრეტინი აბსოლუტური რა. აუ, შენი ჭირიმე, შაბო, ეგ ბაზარი თავდება როდის, იცი, როდესაც დაინახავ რომ ვიღაცა ძალა მოჭდა, მე ეს ბაზარი მიდის, მანამ სანამ ძალა არ არის ჩამოყალიბებული. ძალა მოჭდება, სწორება დაიწყება, იმიტომ თქვენ ჩახსნას თვითონ ის ოცნების სასტავი იდეინები პორგონია. წავლენ ალასანია შეეტანებიან, ყოველთვის დაინახეს რომ ალასანია მოჭდა. იდიოტებად თვლიან. თელ პარტიას ლიდერებია და დაწყებული რა. ვერავინ ვერ გაიგო რა გინდათ, ვერავინ ვერ გაიგო რას აკეთებთ და ვერავინ ვერ გაიგო რატო თმობთ ყველაფერს. ეგეთი მიზნები პოლიტიკაში იცოდეთ რომ არ არსებობს. კაცრი კონკურენციის პრინციპია და ძალიან ბინძური კონკურენციის პრინციპი არის თვითონ ოცნების შიგნით. ერთი რამე გაითვალისწინოთ. ამ სიტუაციაში ან გაქვთ შანსი შიგნით თქვენ შეეკრათ ოცნებას, ამაცინავ. ყველია რა. იმიტომ რომ არის ეგეთი სიტუაცია რა. არის ოცნება დაბողმილი ერთზე და მეორეზეც, თქვენი ვერაფერი ვერ გაიგებს. პერსპექტივას კლავ. იმიტომ რომ თქვენს იმ ადგილზე, რომელიც შენ გეკუთვნით და შენ არ ვდები, მიდის შენზე უარის. ამას აშავ, სერიოზულად აშავებ ძალიან. ოცნება მარტო რესპუბლიკაზე და იმას ვერ ეჭიდავ. გამეხوردაიდო? კი. რაო? რუსთავი ორ მაჩვენა, მოკლედ რუსთავი ორსა გადაღებული ეს ოთარაჩილელი რომ არის მაგისისა არჩენა მიგელაძის ბიჭებს ერთი არის ნემსიტვერიძე და არჩენები არ ვიცი სტუდენტი რა იმათ რომ ხდებიან რა და ხმა იყო და დანარჩენ ჩანაწერს შეგიძლიათ რა ხდებოდა მოგვიანებით გაჩვენებთ მოგვიანებით გამოაყენებს რა და ეს შეხვედრა სად არის ჩაწერილი მილანში არის ჩაწერილი 15-16 ივლისს დაჟე ივლისს ეხლა რომ გაგიჟა ერთიან მეორე რა არიან რა აი როგორ გააკეთეს და პირდაპირ დარქმა არის რა ეგ არ არის შენ პროექტი ამბავი რა პოლიტიკებში გავრცელებული აუდიო ჩანაწერების თემას კოალიციის ლიდერი ეხმაურება. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი დაცვის წევრის მიერ ატვირთული ფარული აუდიო ჩანაწერები დამონტაჟებულის რომ არ იყოს კატასტროფა არაფერია. მისი თქმით, ბესო სურმავა ძალიან კარგი ადამიანია და მასთან მეგობრობდა როგორც დაცვის დანარჩენ წევრებთან. ივანიშვილის აზრით, ეს ხელისუფლების ახალი ფანდი არათა გუნდის წევრები ერთმანეთს გადაკიდოს. ივანიშვილის შეფასებით, ამით ცდილობენ როგორმე გადაფარონ ის წამებები, რამაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. შეგახსენებთ გუშინ ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც კოალიცია ქართული ოცნების წევრები ერთმანეთს ლანძღავენ. ეს ძალიან კარგი ადამიანია, მე მეგობრობდი მასთან, ყველა დაცვის წევრთან მეგობრობ. მთელი ჩემი დაცვა შოქშია, ვერ გაუგიათ რა ხდება და ძალიან დიდი ეჭვია, რომ ეს ისე ხელისუფლების ახალი ფანდია. რაც შეეხება ჩანაწერებს, რა თქმა უნდა, სურმავა არაფერ შუაში არაა, ეს ჩვეულებრივი, ტიპიურია, რომ ისინი ყველაფერს უსმენენ, ყველაფერს იწერენ და ეს კომბინაცია გაკეთებულია ხელისუფლების მიერ. დღევანდელ ტელეხიდზე სხვა საკითხებთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მოქალაქემ ივანიშვილს დაუსვა კითხვა, ეხმარება თუ არა მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლაში. ივანიშვილი ამ შეკითხვას იუმორით შეხვდა. კოალიციის ლიდერის განცხადებით ვანო მერაბიშვილთან არნაირი კავშირი არ აქვს. კოალიციის ლიდერის განმარტებით მერაბიშვილის დონის პოლიტიკოსები მის კოალიციაში ოცეულშიც კი არ შედიან. ივანიშვილის განცხადებით ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილი თავის პრეზიდენტს ემსგავსება და სულელურ განცხადებებს აკეთებს. ივანიშვილმა მერაბიშვილს უწოდა რომ მსგავს სისულელეებს ნუ ილაპარაკებს და საბოლოოდ ნუ დაკარგავს სახეს. მაგრამ თორე ხელისუფლების მოსვლაში რა თქმა უნდა ესეც შორია, ეთქობა ისე ხელისუფლების მე ვანოზე რამდენჯერმე კომპლიმენტი ვთქვი რომ იმ გუნდში მე მხედველობაში მქონდა რომ გუნდშია ის უკეთესი სვებზე უფრო დაბალანსებულია, თუმცა ამ ბოლოს ვანომას დაკარგა თავმთლიანად და ძალიან ბევრი სისულელეებს საუბრობს და რამდენჯერმე უკვე ტელევიზიაში ამის შესახებ განვაცხადე. არაფერ შუაში არ არის ვანოს ნაირები ჩვენს გუნდში არ არიან მე-20 ადგილზეც კი და მსგავსები ჩვენ არ ახლავს. ჩვენ გაცილებით ნიჭიერი და ძალიან გამოცდილი კადრი მოხავს და თქვენ ნახავთ როგორ მოემსახურებიან ისინი საქართველოს და ჩვენ სამშობლოს. ეხლა ვანო ვაშკაცობს და ვანო ლაბარაკიც ისწავლა. მე ვთქვი რამდენჯერმე ეს ტელევიზიით მას უჭირდა როგორც იცით თქვენ და თვითონაც არ მალავდა ეს და აი ბანანის რესპუბლიკაშიც კარგად ჩანს.
რომ ეს არ არის ახალი მოგონილი, ვიღაცას უსწავლებია საუბარი ვანოსთვის, მაგრამ ისიც ესწავლებია რომ ცოტა ჭკვიანური აზრებია თქვა, იმდენ სისულელეებს საუბრობს. თუ რომ ხედრიონს დავაბრუნებთ. აიო, ხარი დაგვიჭირეთო ჩვენო ვანო ბრძალებს. იმის შემდგომ რაც ლაპარაკი ისალა, რომ თუ მხარ ჩვენ არ დაგვიჭირთო, მოვა ეს კოალიციაო, ეს გაუგებარი ჩვენზე ჩვენ ვყავართ ხედულობაში და აი ამ წამებლებს მოიყვანს ზუსტად ხელისუფლებაშიო. ხედრიონი კიდევ არ აუშავს. აი ამ წამებლებს დასვავს ხელისუფლებაშიო. მე ხომ მე არ ვიცი ახლა ვანო ისმის თუ არა ჩვენ საუბარს, მაგრამ იქნებ საუბრის სწავლასთან ერთად ისიც მოახერხოს რომ ამ ასეთ სისულელეები არ თქვას და ბოლომდე ნუ გაინადგურებს საკუთარ თავს და საკუთარ სახეს. რეიტინგების გამოქვეყნება უნდა მოხდეს საინტერესო კომპანიისგან. წინასწარ რაც ვიცი შედეგები რომ კატასტროფულად აგებს სახელმწიფო პარტია და კიდევ უფრო კატასტროფულად წააგებს და შეიძლება მოხდეს პრეცედენტი რომ საერთოდ ვერ შემოვიდნენ პარლამენტში ისე ექცევიან საკუთარ ხალხს თუ თქვათ ესე გააგრძელებენ ძალადობას. ყველაფერი კარგად იქნება, ერთადერთი კიდევ განვიცდით რა თქმა უნდა რომ ხალხს აზიანებენ და უდანაშაულო ხალხს ციხეებში ხრიან. ახალი 6-ზე ბრუნდება პირდაპირ ეთერში საშუალო აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა ლევან მაღლაკელიძემ, ჯაბა გურგენიძემ და გრიგოლ ახვლედიანმა თანამდებობა დატოვეს და კოალიცია ქართულ ოცნებას შეუერთდნენ. მათი განცხადებით, ბოლო პერიოდში საშუალო აღსრულების სამინისტროში სულ 15-მა თანამშრომელმა მიიღო სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება. როგორც მათ განმარტეს, ისინი საქართველოს ციხეებში მომხდარ შემზარავ ფაქტებს გმობენ და პატიმრების ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ. ვემიჯნებით დღევანდელ ხელისუფლებას და პროტესტის ნიშნად ტოვებთ თანამდებობებს. ვუერთდებით კოალიცია ქართულ ოცნებას და გვჯერა, რომ კოალიცია მოახერხებს ააშენოს არა ისეთი ფასადური დემოკრატია, რომელიც ერთ დღეში ჩამოიშლება, არამედ ქართულ ტრადიციებზე, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ლიბერალური დემოკრატია. ქართული ოცნების რეიტინგი სექტემბერში საქართველოს მასშტაბით 49-დან 65%-მდე გაიზარდა. ნაციონალური მოძრაობის კი 43-დან 25-მდე შემცირდა. ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგი საქართველოს მასშტაბით 6%-ში ადგენს. გერმანული კვლევითი ორგანიზაცია ფორსას მიხედვით პარტიების რეიტინგი თბილისის მასშტაბით ასეთია. ქართული ოცნება 72%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 14%, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 6%, სხვები კი 8%. კვლევის პრეზენტაცია დღეს ფორსას წარმომადგენელმა პიტერ მატუშეკმა გამართა. მისი განცხადებით კვლევა 20-დან 25 სექტემბრამდე მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 1943 რესპონდენტი პირდაპირ ინტერვიუის მეთოდით გამოიკითხა. კვლევაზე ასევე დასმული იყო კითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი პენიტენციალურ სისტემაში მომხდარ დარღვევებზე და გამოკითხულთა 80%-ის განცხადებით პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას და ყოფილ მინისტრს ეკისრება. ეს პროექტი დემოკრატიის განვითარების ფონდის დაკვეთით ჩატარდა და მისი მიზანი მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობის გარკვევა იყო. კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 65% კოალიცია ქართულ ოცნებას უჭერს მხარს, 25% კი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ასევე ჩვენ დაუსვით კითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი პენიტენციალურ სისტემაში მომხდარ დარღვევებზე და 80%-ის განცხადებით პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის საბოლოო შედეგები დადო. ანგარიში სამართლებრივი რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება, შესაბამისი უწყებების მხრიდან შერჩევითი რეაგირება კანონდარღვევებზე, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, სახელმწიფო რესურსების მართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ გამოყენება და ამორჩევლის მოსყიდვის შესახებ დარღვევის ფაქტები. ორგანიზაციამ ბოლო 2 თვის განმავლობაში გამოავლინა. ანგარიში საუბარი ასევე უსაფუძვლოდ დაჯარიმებებზე, საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის და კახი გალაძის დაჯარიმებას, როცა მათგან აუდიტის სამსახურმა პირადი ანგარიშების წარდგენა მოითხოვა. საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში ადგილი დაეთმო ასევე ოპონენტების მიერ მასობრივ დაჭერა და აპატიმრების ფაქტებს. ადამიანების დაპატიმრებები არის ფიზიკური ანგარიშსწორებები, არის სამსახურიდან გათავისუფლება, ასევე არის შემთხვევები პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლის და საკმაოდ ხშირად არის ეს ხალხთა შორის. მესამე დიდი დარღვევების ტიპი არის, ეს არის სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. მიზნებით ეს გულისხმობს კონკრეტულად საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციელების მონაწილეობას, უკანონო მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში. აქ იყო საუბარი საკანონმდებლო რესურსების გამოყენებაზეც, რაც მოიცავს კანონის იგივარ ინტერპრეტაციას, რომელიც არის მისაღები მხოლოდ მართველი გუნდისთვის და გამოიყენება პოლიტიკურ ოპონენტებზე რეაგირებისათვის და ზეწოლისათვის. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ დაჯარიმების ფაქტები, როდესაც დააჯარიმეს პირები ისე რომ არ იყო რეალურად არანაირი საფუძველი, იგივე კახი გალაძის და ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება, რა დროსაც არ წარმოუდგენია აუდიტის სამსახურს არანაირი მტკიცებულება, რომ თანხები იყო გამოყენებული პოლიტიკური მიზნით.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და მე-98-მა წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს. შედეგები 1 ივლისიდან 28 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. კვლევის ფარგლებში 3 თვის მანძილზე მედია მონიტორები აგვირდებოდნენ 11 მედია საშუალებას. ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, კვლევის მიზანია საქართველოში მედიის ეთიკურობის ხარისხის გაზრდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა ბალანსის პრობლემები, ასევე წყაროებისა და ფაქტების დაზუსტების პრობლემები. კვლევის საბოლოო ანგარიში არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი. ყველა ტელეკომპანიას, ყველა ჟურნალისტს, ყველა დაინტერესებულ მხარეს და ასევე საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ გაეცნოს იმ შედეგებს, რომელსაც ჩვენი მონიტორები მართლა მიუგერძოებლად და დიდი რუდუნებით აკეთებდნენ აი ამ თვეების განმავლობაში. თერთმეტი ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეფასების შედეგად გამოიკვეთა სურათი, რომ არის ტენდენცია მათი საქმიანობის გაუმჯობესებისა. გაუმჯობესება ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიც არის აზრების მრავალფეროვნად წარმოჩენა ამა თუ იმ პროგრამებში, რომელიც წინასაარჩევნოდ გადაიცემოდა. მე ნამდვილად ვხედავ, რომ არის ენთუზიაზმი და დინამიზმი ქართულ მედიაში. და თუ კი ეს იქნება უფრო მეტად გაჩერებული პროფესიონალიზმით, მაშინ ნამდვილად უფრო უკეთეს ხარისხში წარმოჩინდება ქართული მედია. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედია მონიტორინგის პერიოდული ანგარიშები გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა ცენტრმა. კვლევა 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. კვლევის მიხედვით ამ პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელზე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები დაბალანსებულად გაშუქდა, რასაც ვერ ვიტყვით რუსთავიორზე, იმედზე, კავკასიასა და მაესტროზე. სადაც ეთერში ბევრად უფრო მეტ ადგილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეკლამები იკავებს, რაც შეეხება მეცხრე არხს, აქ ქართული ოცნების რეკლამები უფრო მეტად არის წარმოდგენილი. ამავე დროს ნაციონალური მოძრაობა იყენებს საქართველოს არ იყიდებას მიერ ქართული ოცნების წინააღმდეგ დამზადებულ ვიდეორგოლებს, სადაც უარყოფითი ტონით არის წარმოჩენილი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა. შედეგად 4 ტელეარხზე ხორციელდება აგრესიული PR კამპანია ოპოზიციური კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების წინააღმდეგ. ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის დასკვნაში. მედია მონიტორინგის მიზანია გამოავლინოს არის თუ არა ბალანსით არბეული, რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტის სასარგებლოდ, ასევე არის თუ არა არაეთიკური ხასიათის რეკლამები, არის თუ არა ფარული რეკლამა ამ ტელეარხებზე. დადგინდა ის, რომ მთელ რიგ არხებზე ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მიდის პოლიტიკური რეკლამა, ანუ ბალანსი არის სერიოზულად არღვეული. შედარებით უკეთესი მდგომარეობა არის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც ფაქტიურად ყველა მხარე მეტნაკლებად თანაბრად არის წარმოდგენილი. რაც შეეხება მთელ რიგ არხებს, სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის რეკლამას ფაქტიურად აქვს ძალიან სერიოზული და არღვეული არის ბალანსი. გარდა ამისა, კვლავ ის პრობლემა, რომელსაც ადრე საუბრობდით, რომ სოციალური რეკლამის სტატუსით გადის სხვადასხვა კლიპები და სხვადასხვა სიუჟეტები, რომელიც არ არის შინაარსით სოციალური, ეს სამწუხაროდ კვლავ დგას, ეს პრობლემა კვლავ არის. სამართლიანი არჩევნები ხმების პარალელურ დათვლაში მიიღებს მონაწილეობას. მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000 უბანზე, რომლებიც შემთხვევითი სტატისტიკური შერჩევის პრინციპით განისაზღვრა, ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაცია შეგროვდება. ხმების პარალელური დათვლა საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით პარტიული სიების მიხედვით ხმების გადანაწილებას ასახავს. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები ხმების პარალელურ დათვლას 2003 წლიდან ყველა არჩევნებზე ახორციელებს. წელს ორგანიზაცია მზადება არჩევნებამდე 8 თვით ადრე დაიწყო და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა მეთოდოლოგია. მიღებული შედეგების საფუძველზე შეგვიძლია ვისაუბროთ მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე ტენდენციების თაობაზე. ხმების პარალელური დათვლა გვაძლევს საშუალებას, რომ შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესები, რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი საარჩევნო უბნებზე, ხოლო მეორეს მხრივ ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას, რომ არჩევნების დღის მეორე დღეს უკვე გქონდეს ოფიციალური შედეგების შესახებ ინფორმაცია და ეს შედეგები უნდა იყოს ძალიან ახლოს რეალურად დაფიქსირებულ, უბანზე დაფიქსირებულ შედეგებთან. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მმართველი და საკრებულოს წევრი გიორგი სიხარულიძე თანამდებობას ტოვებს. სიხარულიძის თქმით, იგი ნაციონალური მოძრაობის პრინციპებს არ იზიარებს, თეატრის დასი იზიარებს, თეატრის მმართველის პოზიციას და პროტესტს გამოთქვამს არსებული სისტემის წინააღმდეგ. მოვიდა მაყურებელი, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის ის ადამიანები, რომელთანაც ერთად მე მაქვს სამსახურეობრივი და ადამიანური ურთიერთობა უკვე 6 წლის განმავლობაში, რადგან მოგეხსენებათ, რომ ამავდროულად მე ვარ ქალაქის საკრებულოს წევრი. ამ ადამიანებმა
ძალიან კორექტულად ყოველგვარი ზეწოლის გარეშე შემომთავაზეს დამეფიქსირებინა ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, რასაც მე ვემიჯნები და მოვდივარ ქალაქის საკრებულოდან. აქვე ვაკეთებ განცხადებას, რომ მე არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილვარ და არც ვიქნები. გმობ სისტემას, რომელიც ებრძვის ადამიანს, ვიზიარებ კოალიციის ლიდერის მოსაზრებას წარმოთქმულ ზუგდიდში აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომაც მინდოდა, რომ მე ეს სპექტაკლი მეთამაშა. თქვენ ყურებთ ახალს 6 საათზე ეროვნულ სტადიონზე ნაციონალური მოძრაობის ხვრილობა მიმდინარეობს ამ წუთებში. მთელი დღის განმავლობაში რეგიონებიდან ჩამოხავდათ მხარდამჭერები მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. მოსახლეობა ჩამოიყვანეთ ეს რა? კომენტარი. ბატონო ვასიკო, მოსახლეობა ჩამოიყვანეთ მერეთიდან? რატო ახლა კომენტარის გარეთ? რამდენი კაცი ჩამოიყვანეთ მერეთიდან? სად არიან ამა მერეთიდან რამდენი კაცი ჩამოიყვანეთ? სად მიდიხართ? თბილისში დინამო სტადიონზე. დინამო სტადიონზე მიდიხართ. და რატო? ნაციონალური მოძრაობის მიტინგზე. ვის თაოლებით ხართ? აზია. ნამდვილად არ ვიცი, არა. სად მიდიხართ ის ვიცით? ესადაც მეთქვა, აზია. ჩვენ არ ვიცით. არაფერი არ ვიცი. ნაციონალების შეკრებაზე. ვის თაოლებით მიდიხართ? ჩემი სურვილით არ ვიცი. კოორდინატორი არ დავალავთ? კი, როგორ არა? კოორდინატორის თაოლებით. და ხოვეს რომ წამოიყვანოთ სამი კაცი. კი. და ვინ მიყავთ? ჩემი ახლობლები, ვით ჩემი მაშიერინ პარტიაში ისინი მიყავთ. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ვნახოთ ეროვნულ სტადიონზე მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის ხვრილობა. დინამო სტადიონში ჩვენ მოგვიანებით დაუბრუნდებით, მანამდე კი დღის სხვა მნიშვნელოვანი ამბები ქსნის. საპყრობილეში პატიმრები ისევ შიმშილობენ ამ დროისთვის. დაწესებულებაში 5 პატიმარი შიმშილობს. როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამბობენ, პატიმრები ტუბერკულოზით არიან დაავადებული და მკურნალობის კურსის სრულყოფილად ჩატარებასა და სათანადო პირობებში ყოფნას ითხოვენ. მშავდებულთა ნაწილი მოშიმშილეთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე. მინისტრ გიორგი ტუღუშის თქმით კი ეს პატიმრები სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნას ითხოვენ. მათ აქვს გარკვეული მოთხოვნები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, მაგრამ მათ შიმშილობა მიმდინარეობს კანონის ფარგლებში და არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. რა მოთხოვნები აქვთ? რამდენიც მე ვიცი, ისინი ძირითადად ითხოვენ გათავისუფლებას დაწესებულებით და სახლში წასვლას. კონკრეტულად ითხოვენ ეს პატიმრები საშელახსრულების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას და პროკურატურის მუშაკებთან შეხვედრას, სურდათ რაღაც გარკვეული ალბათ ინფორმაციების მიწოდება აქაურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა ამ დაწესებულებაში სულ უახლოეს წარსულშიც. და ჩვენ კვლავ ვბრუნდებით დინამო სტადიონში, შეგახსენებთ ეროვნულ სტადიონზე ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ხვრილობა მიმდინარეობს. ბევრი რამე შეიძლება გაწუხებდეს კაცს, მაგრამ იმაზე მწარე არაფერია, როცა დილით იღვიძებდა, არიცი ოჯახს რა აჭამო, შვილს რა ჩააცვა. ასეთ დროს ყველაფერი ნაცრისფერია. სწორედ ასეთ ყოფაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა მიუმართო. ჩვენ მოვალთ თქვენთან, აღწერთ ყველა სამუშაოს მაძიებელს, გავაკეთებთ ინდივიდუალურ მონაცემთა ბაზას. ეს აუცილებელია, რომ ვიცოდეთ თითოეული მაძიებლის უნარჩვევები, გამოცდილება, რათა შემოგთავაზოთ შრომის ბაზრის ადეკვატური პროფესიის დაუფლება. მძიმე 90-იანებმა ჩვენ არა მარტო სამსახურები დაგვაკარგინა. ბევრი ჩვენთაგანი მისდაუნებურად ჩამორჩა დროთა ვითარებას, ჩამორჩა შრომის ბაზრის მკაცრ მოთხოვნებს. ამიტომ გადამზადება და ახალი პროფესიის დაუფლება
ერთადერთი და სწორი გზაა უმუშევრობის და უიმედობის დაძლევის. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარღვიოთ ეს საშინლად მომქანცველი წრე სახლიდან ეზოში, ეზოდან უკან სახლში და შემდეგ ისევ ეზოში. ერთხელ და სამუდამოდ სახლიდან სამსახურში და სამსახურიდან დაღლილი, მაგრამ ამაყი სახლში, სადაც იმედით სავსე თვალებით მონატრებული ბავშვი დაგვდება. ეს არის ჩემი, ეს არის თქვენი, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანი. ეს არის მეტი სარგებელი ხალხს. ყველაფრისთვის, რითაც აქამდე მიგვიღწევია, არის მტკიცე გარანტი იმისა, რომ მომდევნო წლებში ჩვენ თქვენთან, დიახ თქვენთან ერთად, რადგან მხოლოდ მთავრობა თქვენი მტკიცე რწმენის და მონდომების გარეშე ვერაფერს მიაღწევს, არ გაუცვლებ ჩვენ ბავშვებს ამ იმედს. მეგობრებო, გინდათ დასაქმებული საქართველო, მაშინ ხმა მიეცით ნაციონალური მოძრაობის დასაქმების პროგრამას. იმიტომ რომ თუ ვიწამეთ, თუ არ ვიწამეთ, ვერ დავინახავთ. უმუშევრობის ყველაზე მძიმე შედეგი ჯანმრთელობაზე გასაწევი ხარჯების უქონლობაა. მთელი 90-იანი წლები მთავრობა ასხივებდა, რომ შენი ჯანმრთელობა, შენი საქმეა და სახელმწიფო შენ ვერაფერში შევახსენებთ, ეს არის ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ყრილობა, რომელიც ეროვნულ სტადიონზე ამ წუთებში მიმდინარეობს. ამორჩეულთა ლიგა და ამერიკული კომპანია Barcelo & Company კი არჩევნებს კენჭისყრის დღეს მონიტორინგს ერთობლივად გაუწევენ. ორგანიზაციის წარმომადგენლები ეგზიტ პოლების გამოკითხვას და შედეგების პარალელურ დათვლასაც უზრუნველყოფენ. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე პროცესულ 2500 მონიტორი დააკვირდება. დღესვე ამორჩეულთა ლიგისა და კომპანია Barcelo & Company-ის ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ჩვენ განვახორციელებთ უპრეცედენტო მასშტაბის პარალელურ დათვლას ყოველ მესამე 1200 საარჩევნო უბანზე და 400 უბანზე განვახორციელებთ სოციოლოგიურ კვლევას exit polls. შედეგებს, როგორც ამას კანონი თვალისწინებს, ვაცნობებთ საზოგადოებას exit polls შედეგებს 8 საათზე და ცხადია პარალელური დათვლის შედეგებს ვაცნობებთ ამ შედეგების, ამ მონაცემების მიღებისთანავე. საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივის შესახებ განცხადებას აკეთებენ პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით საქართველოს ქალაქების და სოფლების კურთხევა გაიმართება. მისი თქმით, იდეა უწმინდეს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო გაუჩნდა, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ასეთი კურთხევები შესრულდება ყველა რეგიონში ამ 2-3 დღის განმავლობაში, რათა მშვიდობიანად ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში არჩევნები, ქალაქები ეკურთხოს, სოფლები და ასეთი ლოცვა კურთხევა მისი უწმინდესობის მიერ გაცემულია ყველა ეპარქიაზე. საქართველოს ეკლესია ფილმ-მუსლიმანთა უცოდველობის საჯარო ჩვენების წინააღმდეგია. დეკანოს დავით ჩარაშენიძის განცხადებით ამგვარი ქმედებები აღვევს რელიგიურ შუღლს საუკეთესო ქვეყნებში და საერთაშორისო მასშტაბებითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას. საპატრიარქოს განცხადებას დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენელმა ახუნდი ალი ალიევმა მოაწერეს ხელი ამერიკულ ფილმ-მუსლიმთა უცოდველობას, სადაც წინასწარმეტყველი მუჰამედი მექალთან მკვლელად არის გამოყვანილი. უკვე შეეწირა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ლიბიაში. Susile de başkalarının bu filmden içtimai şekilde gösterilmesine yol verilmez hesap eder. Bu hal Мы сделаем все, что и азербайджанцы, и кисты, и армяне. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აზერბაიჯანელებმა, სომხებმაც და ქისტებმაც თავის სამშობლოში იგრძნონ. მივცემთ შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად მოახერხონ ინტეგრირება ამ ქვეყანაში და მიიღონ მონაწილეობა მის განვითარებაში. ამ ხელისუფლებამ კი საპირისპირო პრეცედენტი შექმნა. ჩვენ მოვალთ და ყველას დავუმტკიცებთ, რომ ეს ყველა სამშობლოა. ეს არის ახალი 6 საათზე სიგნალის რაიონში ქართული ოცნების კიდევ ერთი მხარდამჭერისმე საკაკი ნანობაშვილს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მაშინ აესხნენ თავს, როდესაც ის ნაციონალური მოძრაობის ნორის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შედიოდა. აკაკის მამა გივი ნანობაშვილი ამბობს, რომ მის შვილს 7 ადამიანი ურტყავდა. ნანობაშვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ტვინის შერყევის დიაგნოზით ნორის არქიმედეს კლინიკაში მოათავსეს. ჩემთვის ტვინის შერყევა აქვს ძალიან მძიმე ფორმით, მეორე ჯგუფის ინვალიდია, ეპილეფსიური მოვლენები და შეიძლება ძალიან გართულდეს საქმე. ნევროპათოლოგიის დასკვნით არის ტვინის შერყევა.
გრძელდება ქართული ოცნების მხარდამჭერების დაკავებაც. დღეს დილით აბაშაში მერაბ ცომაია დააკავეს. დაკავებისას მას პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით დაკავებისას პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ცომაიას ნაციონალური მოძრაობის პლაკატების ჩამოხევის გამო იჭერდნენ, თუმცა მას ოფიციალურად ბრალი პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიღება შეედება. ადვოკატის განცხადებით კი თავად ცომაია ამბობს, რომ მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა კოალიცია ქართული ოცნების პლაკატებს აკრავდა. მერაბ ცომაიას 10 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პლაკატების დაზიანებისთვის ჩვენ მხარდამჭერებს იჭერენ, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს პრემიებს აძლევენ. ეს გახლავთ სააკაშვილის სეული დემოკრატია, რომელიც აუცილებლად დასრულდება 1 ოქტომბერს თითოეული ქართველის ჩართულობით. უცებ კიბილი გავიგვენ და გავიქეცით. აი აგერ არის მიტოვებული სახლი, იმ ეზოში ღრიალებდა მიშველეთ ყივა და ეს გადავწვინეთ მეზობლები, ძალიან ბევრი ხალხი იყო თავმოყრილი და უცებ დავინახე 6 კაცს ეკავა ეს ხელში და მოაფორთხიალებდა ნიქიდა. გაიმართა სასამართლო პროცესი ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის 173 მუხლით, მისის პატიმრობა 10 დღიანი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არ იქნენ დაკითხული მოწმეები, კერძოდ მეზობლები. ირაკლი ალასანია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს კოალიციის სუგდის მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად ანაკლის მოსახლეობას შეხვდა. ალასანიამ შეკრებილებს კოალიციის საარჩევნო პროგრამა და საჯარო მოხელეებს პროგრამა გააცნო და საჯარო მოხელეებსაც მიმართა. კანდიდატმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში არც ერთი მოხელეს სამსახურს არ დაკარგავს. ისინი კი ვისაც პოლიტიკური და სამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი კანონის შესაბამისად დაიშებიან. დღევანდელ შეხვედრაზე პირველად გამოჩნდა სუგდის საკრებულოს ყოფილი მთავარი იურისტი დავით ჭანტურია, რომელმაც დაკავებული თანამდებობა რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად დატოვა და ქართულ ოცნებას შეუერთდა. ალსანიამ დღესვე ზუგდიდში შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო. ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოში შექმნილ იმ დიდ დეფიციტზე დემოკრატიის და კონკურენტობის, რაც გააჩინა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამ სახელმწიფო რესურსის გამოყენებამ, პოლიციის და სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართვამ კამპანიაში ჩვენს წინააღმდეგ და ახალაიას ასე ვთქვათ ხარდასაჭერად, მაგრამ მე მგონი მათთვისაც ყველასთვის ნათელია, რომ გამარჯვება ქართული ოცნების გარდაუვალია ზუგდიდშიც, მთელ საქართველოშიც და მთავარი ამოცანა მათთვის არის დღეს, რომ ის დღე არჩევნების დღე შედგეს გაყალბებების გარეშე. ერთ ხმასაც კი არ გააყალბებინებენ სააკაშვილის რეჟიმს, არც საერთაშორისო თანამეგობრობა და რა თქმა უნდა პირველ რიგში არც ქართველი ხალხი. გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ტელეეთერით გაჟღერდა ის საზარელი კადრები, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ამ ყველაფრის მერე უბრალოდ საჭირო ჩავთვალე, რომ ეს გადაწყვეტილება მიმიღო. მოსახლეობას ხვდება ქართული ოცნების დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ტრიპოლსკი. ამჯერად იგი პირმის ანტკარის საშაბუროს, გრიგოლი ანტკარისა და რადიოსადგურის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობის თქმით, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, თითქოს ირაკლი ტრიპოლსკიმ თავისი კანდიდატურა მოხსნა. მოსახლეობასთან შესახვედრად მისულმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ამორჩეულს განცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და როგორც ტრიპოლსკი ამბობს, ბრძოლას ბოლომდე აპირებს. ტრიპოლსკი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაბირდა. ეს საქართველოს ბიუჯეტი. არაფერი კანდიდატურა არ მომიხსნია, არც მოხსნი, მე ვიბრძი ბოლომდე და ამ დაწყებულ საქმეს ვიყვან ბოლომდე კარგად. საძალებენ ადამიანებს, რომ ღიად შემოხაზონ ეს ნომერი. ბიულეტენს რომ აიღებენ აუცილებლად, არავის არ აქვს უფლება იქვე შემოხაზოს, კაბინაში უნდა შევიდეს აუცილებლად, შემოხაზოს, გადაკეცოს ბიულეტენი ისე, რომ გამოსვლისას არ ამ კონვერტში ჩადებს, რომ არავინ არ დაინახოს. კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი კახი კალაძე სამტრედიელ ამორჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს მოვეწრეებს შეხვდა. კალაძე მათ პრობლემებს გაეცნო და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ მოგვარებას დააბრიგდა. აქტიურად ადგილობრივი მოსახლეობა ამით ირჩენს თავს, ადამიანები ვინც საკუთარ მიწაზე მუშაობს, ის მიერ მოყოლილი პროდუქტი გამოაქვთ და რაღაც კაპიკებით იწევს ოჯახის რჩენა, შვილების შვილიშვილების. ეს არის დღევანდელი რეალობა, ეს არა მარტო სამტრედიაში, მთლიანად საქართველოში ასეა. და ზუსტად იმიტომ არის ჩვენი მთავარი პრინციპი სოფლის მეურნეობის განვითარება, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. ეს ადამიანები წამოდგნენ ფეხზე და თითოეულმა ამ ადამიანმა იგრძნოს შვება. ძალიან კარგი განწყობილება ხალხი იმედის თვალით უყურებს სულ და ელოდებიან ამ ორშაბათ დღეს ყველა ელოდება რა 90% მე რაც ვიცი აქ.
კარლო კოპალიანმა ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო ხაბულიანი რაიონში საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში დაადანაშაულა. როგორც ამჟამინდელი დეპუტატი აცხადებს, სერგო ხაბულიანი ადგილობრივ მთავრობას ავალებს გაათავისუფლოს ყველა ის ადამიანი, ვინც ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭრად არის მიჩნეული, ასევე პოლიციის უფროსო სოლეთოდიანს ერთ-ერთ სოფელში ცემის ფაქტზე სასწრაფო რეაგირებას ითხოვს. კარლო კოპალიანმა ყოველდღე ამის დამამტკიცებელი ვიდეო მასალა დღეს ჟურნალისტებს გადასცა. ბატონი ხაბულიანი ტელეფონზე საუბრით ავალებს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიღაც მოხელის მოხსნა არ მოხსნის შესახებ ეკითხება და ეს მოხელეს დაგისახელებ თუ გინდათ რომეო მანდარია გაათავისუფლეთ თუ არა მართლა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან. ეს არის პირდაპირ ის მუხლი, რომლითაც ხაბულიანი მოიხსნას დეპუტატობის კანდიდატობიდან. ნორმალურ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასე მოიქცევიან. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია. ახალი მთავარი გამოშვებით 9 საათზე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. პირველ ოქტომბერს საარჩევნო უბანზე ორ ბიულეტენს გადმოგცემენ პარტიების და მაჟორიტარი კანდიდატების ჩამონათვალით. გახსოვდეს, მაჟორიტარულ არჩევნებში შენი ერთი ხმა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.